ჩვენ ბოლო წლებია ძალიან აქტიურად მუშაობთ იმისთვის, რომ ქალაქ რუსთავში ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდეს, არაერთი მნიშვნელოვანი რეგულაცია იქნა მიღებული, მათ შორის მსხვილ საწარმოებს ქალაქ რუსთავში დაევალათ უწყვეტი თვითმონიტორინგი მათ მიერ გაფრქვეული მავნე ნივთიერებების, რამაც რა თქმა უნდა გაუმჯობესება მოიტანა ქალაქ რუსთავისთვის, თუმცა ასევე დასაგეგმია სხვა კომპლექსური ღონისძიებები იმისთვის, რომ ჩვენ უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო უკეთესი შედეგები გქონდეს ამ ქალაქში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების. იმსჯელეთ, რომ როგორ შეიძლება დაიხვეწოს ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის თვითმონიტორინგის სისტემა ისე, რომ საწარმოების ფუნქციონირებაც არ შეფერხდეს და სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, გქონდეს მუდმივი კონტროლის მექანიზმი და საშუალება. რუსთავს აქვს მოქმედი ჰაერის ხარისხის კონტროლის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს მთელ რიგ ეკოლოგიურ ღონისძიებებს. მეწარმე სუბიექტების მხრიდან არსებობს გარკვეული გულისწყრუხილები ამავდროულად მზაობა იმისათვის, რომ ტექნოლოგიური პროცესი დაიხვეწოს, სწორედ ამასთან დაკავშირებით გაიმართა დღეს შეხვედრა, იყო საკმაოდ ინფორმაციული. განვიხილეთ მონიტორინგის საკითხი, განვიხილეთ ელექტროდამჭერი აპარატის მუშაობის მექანიზმი. არის ხშირი შემთხვევები, როდესაც ელექტროენერგიის გათიშვის დროს ან რაღაც მექანიზმების დაზიანების დროს მონაცემები არ გადმოეცემა და ამ შემთხვევაში გვიწევს მერე რაღაც შუალედური აქტების გამზადება, რაღაცების დოკუმენტების მოძიება, რომ ავიცილოთ ჯარიმები, მაგრამ მე თვითონ ვარ დაინტერესებული იქიდან გამომდინარე იმ ქალაქში ვცხოვრობ და დამტვერიანობა ნაკლები რო იყოს ჩემი შვილები და შვილიშვილები ცხოვრობენ იქა და